2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთან დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტში 16 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. Როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, 15 პროექტი გზების მოწესრიგებაზე შედგება, ხოლო ერთი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ნადია მაწონაძე ამბობს, რომ წელს რეგფონდიდან ქარელს 7 მილიონ ლარზე მეტი ერგო. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტს 7 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო. ადგილობრივი ბიუჯეტისთან დაფინანსებასთან ერთად პირველ ეტაპზე 16 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აქედან 15 საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ხოლო ერთი სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით იქნება. ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებშიც გზების მოწყობა, რეაბილიტაცია იგულისხმება, ეს არის სოფელი რუისი, საღოლაშენი, ბრეთი, ურბნისი, აგარა, ქვენატკოცა, ზემო და ქვემო ხედურეთი, ასევე ავლები, ცერონის კნოლების მიმართულება, აბისისთავი, სასირეთი და სოფელი მოხისი. ჯამში 14 კილომეტრი გზის დაგება იგეგმება. ტენდერები არის უკვე გამოცხადებული. თვის ბოლოს უკვე პირველი ტენდერი გაიხსნება. შერჩევა შეფასების ეტაპის შემდგომ უკვე გაფორმდება ხელშეკრულებები და დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.